მოგესალმებით, დღეს მინდა ვისაუბროთ დეპრესიის ერთ-ერთ ფორმაზე, რომელსაც ქვია დისთიმია. ეს არის ქრონიკული დეპრესიის ფორმა, რომლის განსაკუთრებული მახასიათებელია ის, რომ ადამიანი ამ დროს ფუნქციურია. მაგალითად, დადის სამსახურში, ზრუნავს ოჯახზე, სწავლობს და ასე შემდეგ. ფუნქციურია, იმიტომ რომ სიმპტომები არ არის იმდენად მწვავე, რომ პარალიზებული გახადოს ადამიანის ყოველდღიურობა, როგორც ეს ახასიათებს სხვა დეპრესიულ ფორმას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ამ დროს კარგადაა. მას მაინც აქვს მაგალითად ქრონიკული სევდა, ენერგიის ნაკლებობა, დაბალი თვითშეფასება და სხვა მსგავსი სიმპტომები. რაც შეეხება დიაგნოზს, ის ისმევა იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები, რომლებსაც ახლა ჩამოვთვლი, მინიმუმ 2 მაინც არსებობს და გრძელდება სულ მცირე 2 წელი ზრდასრულებში და 1 წელი ბავშვებსა და მოზარდებში. ეს სიმპტომებია მადის პრობლემები, გულისხმობ უმატობას, ან პირიქით გადაჭარბებულ კვებას, ძილის დარღვევა, ინსომნია, ჰიპერსომნია, ენერგიის დეფიციტი, გულისხმობ მაგალითად მუდმივ დაღლებობას, დაბალი თვითშეფასება, კონცენტრაციის ან გადაწყვეტილების მიღების სირთულე და მოიმედობის გაცდა. დისთიმია ექვემდებარება მკურნალობას და არსებობს შესაბამისი ეფექტური გზები მის მოსაგვარებლად.